რას ამბობს თორნიკე კვარაცხელიაზე, თემურ კეცბაია და მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი. დინამო თბილისის დამაჯერებელი გამარჯვება და გორის დილას სამწუხარო მარცხი. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ თბილისიდან, სადაც მიხეილ მესხის სტადიონზე დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ჟალგირისი დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 1 ნაბეჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბმა სამივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანა. გოლები კურდიჩი, სანტოსის და უგრეხელიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავი იყო 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას თამაშიც, რომლის შეჩერებასაც მეტოქე ძირითადად თამაშის წესის დარღვევით ახერხებდა. მის თამაშზე შეხვედრის შემდეგ ჟალგირისის მთავარმა მწვრთნელმა ანდრიუს სკერლამ ისაუბრა. კომენტარი გააკეთა დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ კეცბაიამაც, რომელმაც ასევე საქართველოს თასის იმ თამაშზე ისაუბრა, რომელიც ჟალგირისთან განმეორებით შეხვედრამდე 4 დღით ადრე უნდა გაიმართოს. მათ მოსმენამდე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. არა მაგის უფლება რო თქვა რომ უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ მართლა პირველ ტაიმი ჩაატარეთ ფანტასტიკური თამაში ჩაატარეს ბიჭებმა. ყველა სეკუნდის ერთი დიდი ბრავო, იმიტომ რომ თითქმის პირველ თამაში უკვე მოვჩით დღევანდელი თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, შეიძლება ისე ითქვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რო წავალთ ადვილი თამაში იქნება ჩვენთვის. თანაც ხელოვნური მინდორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება უფრო უკეთესად და უფრო უკეთესად ვითამაშოთ, იმიტომ რომ პირველი ტაიმის მერე 3-0 რო იგებ, ალბათ ჯობდა რომ კიდევ უფრო შეგვეტია გაევკეთებინა მომენტები, კი პრინციპში ერთი კაი მომენტი გქონდა, სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ და მე ვეცით მოწინააღმდეგეს რო წამოსულიყო წინ და რაღაც სახიფათო მომენტები შეექმნა, მაგრამ რაც მთავარი არის 3-0 კაი შედეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის თამაში არ არის დამთავრებული, პირველი ტაიმი დამთავრდა, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას მოვიგეთ და ვეროდებით ახლა უკვე მომავალ თამაშს რა, პრინციპში მომავალ თამაშამდე გვაკიდოთ თასის თამაში გურიაში, ესე რომ კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენ ყველას იმისი, რომ სხვა ბიჭებიც ვნახოთ თამაში. ის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულად არ ვუდგებით თასის თამაშს, ისიც რა თქმა უნდა გვინდა, რომ რაც შეიძლება ბოლომდე და რატო არა რომ თასი მოვიგოთ. შეიძლება და ეს თამაში სხვადასხვა თამაში, მაგრამ ესეთია გადაწყვეტილება და ჩვენ ერთი ის გადაგვჩენია, რომ წავიდეთ და იქ ვითამაშოთ ეს თამაში. კიდევ ერთხელ ულოცავ ბიჭებს, მაგათი დამსახურება არის, მართლა კაი შედეგია 3-0, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია. თასის თამაში ახსენეთ, არა, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ მაინც არ იმიტომ რომ გუნდებმა ერთხელ მოილაპარაკეს, რომ გადადება არ იქნება. მაგრამ ის გადაგვჩენია, რომ წავიდეთ იქ, სერიოზულად მიუდგეს თასის თამაშს და ფავორიტი ვარ და ფავორიტი რო ვართ, ეს უნდა დავამტკიცოთ მინდორზე, იმედია რომ ხალხი მოვა იქ თამაშზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ ეს თამაშზე. გვერდში ამოუდგენთ გუნდს, ჩვენ ფეხბურთელებს და ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ აი 3 გოლის გატანით და თამაშის მოგებით, მადლობა გადაუხადოთ ყველას და რა ვიცი, იმედია რომ მომავალ თამაშის უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, იმიტომ რომ გულშემატკივის გარეშე ფეხბურთის თამაში არის, არ ვიცი რა, აზრი არ აქვს რა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, რომ მოვიდნენ და ბიჭებს გვერდში დაუდგნენ. რა ვქნა და დავიღალეთ უკვე ამის ლაპარაკით. არა, მაინც ჩვენ სათქმეს ვიტყვით რა, ახლა მართლა ისე კი მადლობა ვინც მოვიდა და გვერდში დაგვიდნენ და მართლა მაგათი მხარდაჭერა იგრძნობოდა, ფეხბურთელებიც გრძნობდნენ, მაგრამ სხვა არის ახლა ესეთი ევროპის თამაშები, ეს არ არის კაი თქვა, რომ საქართველოს პირველობა, შეიძლება დონეზე არა ვართ, მაგრამ მაინც ევრო თამაშებზე ალბათ უფრო მეტ მაყურებელს ელოდები.
იმედია რომ მომავალ თამაშზე უფრო მეტი იქნება ვიდრე დღევანდელ თამაშზე. უხეშად იმიტომ თამაშობდნენ, რომ ვერ აჩერებდნენ და პრინციპში ბევრი პრობლემები შეუქმნა ხვიჩამ თორნიკემ. მე პრინციპში მაყოფილი ვარ თორნიკესთან, იმიტომ რომ პირველივე მოსვლიდან დაანახა რომ შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ 16 წლის არის მთელი ცხოვრება წინ აქვს, მაგრამ ჩვენ პირველი დღიდან თქვით რომ ამას დიდი მომავალი ელოდება წინ, კარგი არის რომ უყვარს შრომა, ბევრ შრომობს ვარჯიშზე, თამაშზეც ბევრ შრომობს, ჯერ კიდევ 16 წლის არის და ალბათ ცოტა კიდევ ჭირდება რომ ალბათ იმისთვის არ არის მზად 90 წუთი ითამაშონ, კი რა თქმა უნდა ბევრჯერ წააქციეს, ბევრჯერ უხეშად ითამაშეს, მაგრამ ეს ფეხბურთია, კარგი არის რომ უკვე ხვდება რომ უკვე ამ დონეზე, ბავშვების დონე არ არის, უკვე ეს არის პროფესიონალური დონე და რაც უფრო მალე გაიგებს ამას და რაც უფრო მალე შევა თამაში, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც უკეთესი იქნება და მაგისთვისაც ძალიან მაყოფილი ვარ მისი თამაში დღევანდელი. 60 წუთი პრინციპში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და იმას ველოდებით თორნიკესგან იცის ყველანაირი ტალანტი აქვს, მე პირველიდან ვთქვი რომ ეს ნაკლები არ არის და იმედია რომ ამ იმედებს გაამართლებს და რა თქმა უნდა ჩვენ დაგვეხმარება და მე კიდევ რა თქმა უნდა უკვე სადმე დიდ გუნდში დიდ დონეზე ითამაშებს რა. კარგი არის რომ იქ ხელოვნური არის, მაგრამ კაი საფარია, კაი ხელოვნურია, იმიტომ რომ კი ვიცით ისიც რომ პრინციპში ყველა თავიანთი თამაში იქ უფრო სხვა გუნდია ვიდრე ახლა აქ იყო. და ამისთვის ჩვენ უნდა მივყოთ მზად, არავით არის იმაზე გაჩერება რომ აი ჩვენ 3-0 მოვიგე და უკვე დამთავრებულია თამაში, დამთავრებული თამაში არ არის. და იმედია რომ ამას რაც შეიძლება მალე გაიგებენ ფეხბურთელები და მაქსიმალურს გავაკეთებთ იქ თამაშზე რომ ამე პრობლემები არ შეუქმნათ ჩვენ თავს. მარტო აგრესია არ იყო მინდოზე, კაი ფეხბურთიც იყო და პრინციპში პირველ ტაიმში 3 გოლსო გაიტან, არც ისეთი ადვილია მე რომ კიდევ გააკეთებ, კი ვცადეთ პირველ ტაიმის მერე იქ რომ კიდევ გაგვეგზელებინა, იმიტომ რომ დღეს მართლა კაი ფორმაში ვიყავით, კარგად ვითამაშეთ პირველი ტაიმი და შეგვეძლო მეორე ტაიმში, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ, კარგია რომ არ გაგვიშია გოლი. 3 გოლიანი ადვანტაჟი გვაქვს ახლა უკვე მეორე თამაშთან მეორე შეხვედრაზე, კიდევ ვიმეორებ, თამაში ერთჯერ არ არის დამთავრებული, კიდევ მეორე ტაიმი გვაქვს, ხელოვნური მინდორია, ისიც იმასაც უნდა მოვერგოთ. რაც შეეხება ახლა ბიჭები, ბევრი ახალგაზრდა ბიჭები არიან, თვითონ ეს უცხოელების ვინც მოვიდნენ, გვიხარია რომ ეხმარებიან გუნდს შედეგის დადებაზე და იმედია რომ იქაც კარგად ვითამაშებ და გავალთ მომდევნო ეტაპზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდი როგორი მზად არის ესეთი თამაშების მენტალურად და ჩვენ პრინციპში დავანახეთ ჩვენს ახლა შეიძლება წინა ტური არ ამგონია რომ იქ უფრო ნაკლები შესაძლებლობები გქონდა, იქ რო გაგვეტანა ალბათ შეიძლება იქაც სხვანაირად წასულიყო თამაში, მაგრამ აქ ჩვენ პრინციპში გავიტანეთ, კიდევ მომენტები გქონდა, ახლა პირველ ტაიმში 3 გოლსო გაიტანა, რა თქმა უნდა ეს უკვე მეტყველებს იმაზე რომ კაი გუნდი გვყავს რა, კაი უცხოელებიც მოვიდნენ, რომლებიც უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მოგვეცა იმის საშუალება რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შევიყვანეთ მინდორზე, რომლებიც სულ რაღაც 2 თვის უკან აკადემიაში ვარჯიშობდნენ და იქ თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ამ უცხოელები და ქართველები წამყვანი ფეხბურთელები რო ყავს გუნდში, იმაზე ამათმაც ბევრი რამე ისწავლონ და გამოადგება თავიანთ საფეხბურთო კარიერაში, იმიტომ რომ მთელი კარიერა მაგათ წინ აქვს რა, ახლა იწყებენ ფეხბურთის თამაშს და მენტალობა გინდა, აბა მენტალურად მზად არ ახარ, ესე პირველ ტაიმში ესე ვერ ითამაშებ და 3 გოლს ვერ გაიტანა და ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც
პრინციპში ბოლო თამაშებიცაც კი საქართველოს პირველობაზე ვითამაშეთ, ძალიან ბევრ მომენტებს გვქონით, უკვე გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, შეიძლება ისე ითქვას, ყავს როგორც ხანში შესული ფეხბურთელები, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელები და მინდა რომ ეს შევახამოთ ეს არის შემოსაბამოთ ახალგაზრდა. ხო, ახალგაზრდა ყველას მივცეთ იმის შანსი რომ ითამაშონ და ნუ ეს რა თქმა უნდა ეს თამაშები მაგათ გამოადგებათ კარიერის ეხლა იწყებენ პრინციპში და მომავლისთვის გამოადგება. მადლობთ. კიდევ ერთხელ მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. თორნიკე კვარაცხელიას შესახებ ვიცოდით. ნახეთ ვიდეოები და მისი ყველაზე ძლიერი თვისებები. თუმცა მაინც ძალიან გასაკვირია, რომ 16 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად ასე კარგ ფორმაშია და ასეთი ნიჭიერია. ვფიქრობ, აქ კიდევ ერთი ვარსკვლავი იზრდება. როდესაც მას ბურთი აქვს, არ ეშინია. თამამად თამაშობს. მეტოქის მოტყუებას ცდილობს. ზოგჯერ ბურთს კარგავს, მაგრამ არ ეშინია. რა თქმა უნდა, ასეთ ანგარიშს არ ველოდით. თუმცა ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. ველოდებით მეორე შეხვედრას, სადაც სტადიონის დიდი მხარდაჭერა იქნება. და ვეცდებით კარგი თამაშის ჩვენება. გუნდური თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთზე თამაშისას უკვე პრობლემები გვექმნებოდა. იყო მომენტები, როდესაც ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა ბურთს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ძალიან ადვილად ვკარგავდით. შემდეგ კი მეტოქისგან კონტრშეტევებს ვიღებდით. ინდივიდუალურად მათ დიდი პრობლემები შეგვიქმნეს. მათ კარგი მომენტები ჰქონდათ და გვაჭობეს. გოლები კი ძალიან უხეში შეცდომების შედეგი იყო. ამ ეპიზოდებში ნამდვილად შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა და მაშინ შედეგი სხვა იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ლიეტუვაში 30 ივლისს გაიმართა. და გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პაპოს და ჰაიდუქს შორის დამარცხებულ შეხვდება, რადგან ეს გუნდები ევროპა ლიგაზე თამაშობენ და მათ შორის დამარცხებული გადადის კონფერენს ლიგაზე. ახლა კი გორის დილა, რომელიც საკუთარ კედლებში კვიპროსის აპოლონთან უშანსოდ 0-4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ქართული კლუბი მე-40 წუთზე დონკორის გაძევების შემდეგ 10 კაცით დარჩა, თუმცა ამ დროს ანგარიში უკვე 2-0 იყო. სტუმრებმა სამბურთიანი უპირატესობა მეორე ტაიმში სამწუხაროდ ავტოგოლით მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრაც 30 ივლისს გაიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, რას ფიქრობთ, რა შედეგი დამთავრდება ქართული კლუბების განმეორებითი თამაშები ევროტურნირებზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. და თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.